7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღამის თევის მსახურება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღასრულა. სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნო. საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორესი. ყოვლად სამღვდელო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, ყოველნო შვილნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო. გაიხარეთ, მოხედნა ღმერთმა და ჰყო ხსნაიერისათვის ის სიტყვა იგი ხორციელი იქნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის. დამთავრდა ძველი ათქმის ჟამი და აღსრულდა წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები. ბეთლემის გამოქვაბულში ხორჩესმული მოგოვლინა საუკუნეთა უწინარესი ღმერთი ყრმა იესო. ზეიმობს ცადა ქვეყანა, ხარობს ღვთისმშობელი, რადგან დღეს ნეტარების საუფლოდან განდევნილი ადამიანის მოდგმა განხრთობას იწყებს და ჩვენი დაცემული ბუნება სამეუფეო ღირსებით იმოსება. წმინდა ქალწულმა მარიამმა, ძველი თანანადების გამომსყიდველმან და მთელი ქმნილებათათვის ცხოვნების მშობელმან გახსნა პირველ ევას მიერ შეკრული კვანძი და სამყაროს მარადიული სიცოცხლის სათავედ და ახალ დედად მოევლინა. სწორედ მისი სახით დაიწყო ქრისტიანული ერა, რომელმაც მანამდე არნახულ სიმაღლეებს აზიარა ადამიანი. ქრისტიანულ სწავლებაში სხვა დატვირთვა შეიძინა ოჯახურმა ურთიერთობამაც. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ ქმარი, არცა ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ ცოლი. გვასწავლის მოციქული და დასძენს. ვითარცა ეკლესია გამოჩინებულ არც ქრისტესა, ეგრეცა ცოლნითვის და ქმართა ყოვლითა, ქმართა გიყვარდეთ ცოლნითვისნი, ვითარცა ქრისტე მან შეიყვარა ეკლესია და თავითვისი მისცა მისთვის. ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისაგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთათვის დაიცვა ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი. ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს,
მისი მთავარი ფუნქციაა შულთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს. როდესაც მეფე დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემოულიან ანალოგიას, რომელზეც სახარებაა დასვენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ. ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს. აქ ხდება ეგოისტური მეზგანსრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელი დაკავშირებულნი წარდგენ ყოველთა მეუფის წინაშე. დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია მადლის შენარჩუნება და გამრავლება. როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა. რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, წერს ტერტულიანი. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან, ერთ სხეულად გამთნიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ, თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე, თანაბრად ინაწილებენ დევნასა და ნუგესს, არაფერს უმალავენ და არც ამძიმებენ ერთმანეთს. ხედავს რა მათ ერთობას, უფალი ხარობს, სახლს მშვიდობას მოფენს და მკვიდრობს მათთან ერთად. ცოლქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება. ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული ამ შემთხვევაში გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს. ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ მეს და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღვთისმსახურებო ცხოვრებას განამტკიცებს. როგორი სიფაქიზით გწვნის უფალი, როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით ავყავართ მას უმაღლესი სიყვარულის საფეხურზე. ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჩვენი დაცემული მდგომარეობისაგან გვიხსნას და მარადიული ნეტარებისათვის მოგვამზადოს. ასეთი ოჯახი, ასეთი ერთობა ქალისა და კაცისა სიმბოლურად მცირე ეკლესიად იწოდება, რომლის სიმტკიცეც დაურღვეველია. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ყოფაში უფრო ხშირად ხვდება ისეთი ოჯახები, სადაც უგულებელ ყოფილია პასუხისმგებლობა და მოვალეობები. ისინი მოკლებულნი არიან ღვთის მადლს და უსიხარულოდ ცხოვრობენ, ან საერთოდაც ირღვევიან. უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი ოჯახური სიწმინდის წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში კი მდგომარეობა კი უფრო გართულდა, რაც ქორწინებისთვის ახალგაზრდების მოუმზადებლობით არის განპირობებული. განვიხილოთ რამდენიმე გარემოება. პირველი, ქორწინებაში მყოფთ ხშირად მხოლოდ გატაცება აკავშირებთ და თანაცხოვრების პირობებშიც ვერ აღწევენ იმ სიყვარულს, იმ ერთგულებასა და თავგანწირვას, რითვისაც არიან მოწოდებულნი. ამიტომაც მალევე კარგავენ ერთმანეთისადმი ინტერესს და სცილდებიან. მეორე, ახლად შეუღლებულნი მართალია სიყვარულით ქმნიან ოჯახს, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს მეუღლეობა, რადგან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ და რას მოითხოვს იგი თითოეული მათგანისაგან. ისინი ადვილად კარგავენ იმ განწყობას, რაც ერთად მყოფობის პირველ პერიოდში ჰქონდათ. იწყება იმედგაცრუება, ერთმანეთში მრავალი ნაკლოვანების აღმოჩენა და დაუთმელობა. გაღიზიანება იმ მდგომარეობამდეც მიდის, რომ ერთ დროს სანუკვარი ადამიანი უკვე აუტანელი ხდება. მესამე, მეუღლეთაგან ერთი იჩენს ერთგულებათა თავდადებულ სიყვარულს, მაგრამ მეორე ამ გრძნობებს სათანადოდ არ აფასებს და მხოლოდ თავისი ვიწრო ეგოისტური სურვილების ტყვეობაშია. საერთოდ, მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ და მატერიალისტურმა მსოფლმხედველობამ
ადამიანში სხვისი ფლობის სურვილი და მომხმარებლური სული გააძლიერა. დღეს უკვე ამგვარი მიდგომა შეეხო ოჯახის წევრებსაც და ეგოისტური მიზნებით თვით მათი გამოყენების ცდილობები გააჩინა. ასეთი დამოკიდებულება ოჯახურ ყოფას გაუცადლის ხდის. მეოთხე, ხდება ესეც, რომ მშობლები ზოგჯერ უხეშად ერევიან წყვილის ცხოვრებაში. მათ უჭირთ შვილებთან ერთგვარი განშორება და ძველებური ურთიერთობის შეცვლა. ისინი კრიტიკულად აღიქვამენ ახალ ვითარებას და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხელი შემწყობნი ხდებიან ოჯახის დანგრევისა. რა თქმა უნდა, მშობლების პატივისცემა და სიყვარული ბუნებრივიც არის და სავალდებულოც ყველასთვის. ასევე ბუნებრივია ახლობლების, მეგობრების, ნათესავების სიყვარული, მაგრამ ცოლქმრული ყოფა სრულიად განსხვავებულია. ამისთვის ბრძანებს წმინდა წერილი, მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას, შეუერთდება თავის ცოლს, რათა იყვნენ ორივე ერთ ხორცს. ეს საიდუმლო დიდია და მისი დარღვევა აკრძალული. მეხუთე, ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი, არის ნარკომანია, ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტი გამოყენება და ბოროტი ძალების გავლენით ადამიანზე ზემოქმედება. ორივე მდგომარეობაში პიროვნებას წართმეული აქვს თავისუფალი ნება, ოღონდ პირველ შემთხვევაში ადამიანი ვერ უძლებს საცდურებს და მასზე მიჯაჭვულობის გამო ფაქტიურად ნებაყოფლობით ამბობს უარს თავისუფალ ნებაზე. მეორე შემთხვევაში კი გაუცნობიერებად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. არადა თავისუფალი ნება ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხყო პიროვნების ღირსება. არ აქცია იგი მისი სურვილის უბრალო აღსრულებლება, არამედ მის საუფლება არჩევანისა. ამიტომაც ეს ცოდვები ღვთისგმობად სახელდება და მათგან განთავისუფლება მხოლოდ ლოცვით, მარხვით და ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს ისეთი ყოფა მკვიდრდება, რომელშიც ყველა ეძებს თავისას და არა იმას, რაც სათნოა ქრისტესთვის. სისრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრალება ჩვეულებად, გულგრილობა წესად, უზნეობა და თავაშებულობა მისაბაძად, ცილისწამება და ძალადობა ყოველდღიურ მოვლენად. ანუ ღვთის შიშის გარეშე ცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება, მათი რიცხვი კი ყველგან იზრდება. აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში. განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმო და უფუნქციო დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას, რაც სამწუხაროდ ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება. მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნასა და ანაზღაურობის გაუმჯობესებას შეუძლია. თუ ეს განხორციელდა, დიდად შეეწყობა ხელი ოჯახში სხვა სახის ძალადობის აღმოფხვრასაც და ცხოვრების ასე თუ ისე ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას. ვფიქრობთ, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს თვითმკვლელთა რიცხვის შემცირებაზეც. ადამიანები განსაკუთრებით ურწმუნონი, თუნდაც რომ ფიზიკურად ძლიერნი იყვნენ, კრიტიკულ სიტუაციაში უსუსურნი ხდებიან, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ეკრნობიან და რესურსის სიმტკიცისა მალე ეწურებათ. ავადმყოფობით, უსახსრობით, უბინაობით, ვალებით გამწარებულებს გონიათ, რომ თავის მოკვლის პრობლემებისგან განთავისუფლებიან. სინამდვილეში კი ამ ქმედებით ისინი მარადიული ტანჯვისა და სიკვდილის იმ კარს აღებენ, სადაც მათ ვეღარავინ უშველის, გამონაკლის სულით ავადმყოფები წარმოადგენენ. ჩემთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრებით უფალმა შესაძლებლობა მოგვცა მარადიულ ნეტარებაში დამკვიდრდეთ. ვინც ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ხდება და თავისი ნებით
ჯოჯოხეთის ყნელში აღმოჩნდება. ეს იმდენად დიდი დანაშაულია, რომ მათთვის ლოცვაც აკრძალულია. ღმერთმა ყველა დაიფარო თვითმკვლელობისაგან. გასულ წელს მსჯელობისაგან იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა, თუმცა მხოლოდ ამ თემით შემოგვფარგლა საკმარისი არ არის. სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები, არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა. დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას, არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკოს სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხრვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებლები და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ. საერთოდაც ყველამ უნდა ვეცადოთ, სიტყვით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, მივცეთ იმედი მრავალი პრობლემებით დამძიმებულ ჩვენ შვილებს, დებსა და ძმებს და ხსნის რაიმე გზა შევთავაზოთ. ამდენი ტანჯვისა და ტყივილის, თავს მოხვეული ახალი აზროვნებისა და ყოველდღიური მოულოდნელობების ფონზე ოჯახები საქართველოში მაინც დგას ზნეობის სადარაჯოზე. ეს სასწაულია, რაც პირველ რიგში ქართველი ქალის, დედის დამსახურებაა. ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში. წმინდა ილია მართალი წერს, ქართველებისათვის დედა მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლ ენასა დედა ენას ეძახის. უფროს ქალაქს დედა ქალაქს, მკვიდრ და დიდ ბოძს სახლისას დედა ბოძს, უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს დედა ბურჯს, სამთავრო აზრს დედა აზრს, გუთნის გამგებელ მამაკაცს კი გუთნის დედას. რამდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ღვთის საიდუმლო განგებულებით კვართი უფლისა საქართველოში ჩამობრძანდა და მცხეთაში დაიფლა. მისი აქ დაკრძალვა არ ნიშნა მხოლოდ ამ ლოკალური ადგილის მონიშნას. სალწაულთ მოქმედი უკერველი კვართი მაცხოვრისა მთელმა საქართველოს შეიმოსა, ხოლო ყოვლადწმინდა მარიამს ამავე საიდუმლო განგებულებით ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ფარველობა დაევალა. ჩვენი მეოხია იგი, რომელიც დამხსნელი ადამის წყევისა, აღმასრულებელი ევას თანანადებისა, წმინდა შესაწირია აბელისა, სამკაულია სეითისა, სათნო ყოფა ენუქისა, კიდობანია პირმეტყველი ნოესი, დიდებაა მელქისედეკის მეფობისა და მღვდლობისა, რომელიც სიმკიცია აბრაამის სარწმუნოებისა, ზესად მიწევნული კიბია იაკობისი, ღვთივდაწერილი წიგნია მოსესი, კვერთხიეგი განედლებული და აყვავებული აარონისი, ძლევა იისუნავესი, გზა მშვენიერი ელიას ამაღლებისა, მრჩობლი კურთხევა ელისეს ხალენისა, წინასწარმეტყველთა ქადაგება და სიტყვათა მათთა აღსრულება. აი ამ საოცარი ქალწულის მიერ ჩვენს განსანათლებლად და გადასარჩენად წარმოგზავნილი ანდრია მოციქულის, წმინდა ნინოსა და სხვა წმინდანთა მადლით საქართველომ ხალხის დიდი მსხვერპლშეწირვისა და ძალისხმევის ფასად საუკუნეთა მანძილზე გაუძლო ყოველი მხრიდან შემოსეულ მომხდურს. დღეს კიდევ უფრო დიდი გამოცდების წინაშე ვდგავართ. ყველამ, ერმას და ბერმაც, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, საკუთარი ოჯახიცა და თავიც, პირველ რიგში ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ. ჩვენში და ჩვენ შორის დაბუდებული ცოდვა და მისი შედეგი სიკვდილი უნდა დავძლიოთ და სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვება ვიზეიმოთ. მაცხოვრის შობის ამ ბრწყინვალე დღეს ზეცა ივსება ანგელოზთა საგალობლით. დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა, მშვიდობა
და კაცთა შორის სათნოება. ბეთლემელი მწყემსებიც და ქალდეველნი მოგვნიც კვლავ მიიჩქარიან, რათა თაყვანის ცენტრმა იესოს და ყოვლადწმინდა ქალწულს. ჩვენც მოვიყაროთ მუხნი გულისა ჩვენისანი წინაშე უფლისა და დედა ღვთისმშობელს შევთხოვოთ, განგვიღოს მოწყალებისა კარი, რათა მადლით აგვავსოს ყოველნი მორჩილებით მისგან წყალობის მომლოდნელნი. მას განვიწმინდოთ სული, გონება და გული, ჩვენი ზრახვა და გრძნობები. ვაპატიოთ და შევურიგდეთ ერთმანეთს, რათა ღირს ვიქნეთ მივეგებოთ ბეთლემში მშობილ მაცხოვარს და ცოდვებისაგან განთავისუფლებულმა აღმოვთქვათ ემანუილ, ჩვენთან არც ღმერთი. ღმერთს ებარებოდეთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, თბილისი, შობა ქრისტესი, 2014-2015 წელი. სახურების დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ბრეოს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა და დაალოცა სრულიად საქართველო. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, შობას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. და შევთხოვთ უფალს, რომ ღვთის წყალობით ყოველ ადამიანში იშვას უფალი ჩვენი იესო ქრისტე. გუშინ საღამოს ჩვენ ავანთეთ სანთლები და დავდგით ფანჯარაში და ამით ვიწვევდით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ შემოსულიყო ჩვენს გულში, ჩვენს სახლში უხილავა და მაცხოვარი დაბადებულიყო ჩვენს გულში. ეს არის დიდებული საიდუმლო. წმინდა მამები ამბობენ, გალობაში ვკითხულობთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოსდრიკა ცანი და ციდან გარდა მოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თქვენ დაგირიგდათ ეპისტოლე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოჯახის მნიშვნელობას. თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დროს, ბოლო წლებში თანდათან დამძიმდა ურთიერთობა ადამიანებს შორის, დამძიმდა ურთიერთობა ცოლსა და ქმარს შორის. არ არიან მომზადებული ოჯახისთვის და შეუღლებისათვის და პირველი განსაცდელის დროსვე ისინი ტოვებენ ოჯახს და მიდიან ოჯახიდან. თქვენ მე მინდა რომ ყურადღებით წაიკითხოთ და არა მარტო წაიკითხოთ, არამედ ყოველი ჩვენთაგანი, ყოველი თქვენთაგანი უნდა იყოს მხადაგებელი
ოჯახის სიმტკიცისა. თუ ოჯახი არ ითქინება სიმტკიცე, ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ პრობლემებს, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. მე მინდა გისურვოთ, რომ სიხარული, სიყვარული, ურთიერთგაგება სუფევდეს თქვენში, თქვენს გულში და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. მე იმედი მაქვს, რომ ადამიანი მიხვდება, სად არის ჭეშმარიტება და აუცილებლად გამოვსწორდებით ღვთის მადლით. ჯვარი გეწეროთ და ღმერთს ებარებოდეთ, იხარეთ ორსავე სოფელსაში და ამინ.